რატო აგინებ? მე რო გულშემატკივარი ვიყო რომელიმე გუნდის, რაც საუნდაც ცუდად თამაშობდეს, მე ფეხბურთი იმდენად მიყვარს, რომ ეზოშიც რო თამაშობენ დღესაც, ყველას უყურებ, მოკლედ. საზღვარგარეთ ხო, ვისაც სადაც ჩვენ გვინდა რომ ისეთები ვიყოთ, მესამე მეოთხე ლიგის გუნდები არიან, სადაც ევროტურნირებზე ისინი არ თამაშობენ და შიდა ლამის სოფლის ჩემპიონატებია, სოფლის გუნდები ხდებიან ლამის ერთმანეთს და ხალხი სულ არის რა. ყველა დიდი სიხარული და დაფასება ფეხბურთელებისთვის, თველისთვის არის გულშემატკივრის აპლოდისმენტი და ოვაცია და კეთილი სიტყვები და აი ყველაზე დიდი ყველანაირ ხელფას და იმას ჯობია რა, ქვია, ჩინ მენდლებს ესე ვთქვათ რა. ბევრი ხალხი რო არის ანართოსის რო ვეთამაშეთ, რო გავედით და რო დაიგუგუნეს, უცებ თელმა სტადიონმა ერთდროულად, აი ის მივიღე ენერგია, რომ მე გავძლიერდი, ხო, მოწინააღმდეგე ჩვენ შეიძლება გვაგინებდნენ კიდევაც, არ ვიცი, მაგრამ არ მესმოდა, მაგრამ ეს გარემო ისეთი შეიქმნა, რომ ფრთები შეგვევ შემესხამე და ფეხბურთელებს მეთქი ნახეთ რა მაგარა იმაში ხართ გარემოში და ისე აგიხდეს ყველაფერი კი მოუგეთ 3-0 გასვლაზე და ხო და ეგ გარემო აი ხალხმა შექმნა რა, აი მაგა ხალხისთვის არის. ეხლა სავსე ტრიბუნები დინამოზე რომ მივდივართ ხოლმე და ამხელა სტადიონი აი რაღაცა სასწაული სტადიონი ისტორიის მქონე რაც ეხლა დინამო მართლა იმას ავითარებს. ძეგლია რა მე რომ მკითხოს რა იქ იჭეთი და ცარიელი როა ნუ კატასტროფაა და ყველაფერი იდეალური როა რომ მიდიხარ გიხარია თამაშიც ის და ცარიელი აი ის არის ცუდია ძალიან მოვიდენ და მოედნიდან სტადიონიდან გავაკრიტიკო მოგონ ეხა იმას არ გულისხმობ კიდე ქართველები ვარ და კაცები ვარ და შეურაცხყოფა უბრალოდ არასამართლიანია რა რომ ვიღაცა ცუდად თამაშობს და შენ იმას ქვას ესვრი და აგინებ, არ არის ეგ სამართლი, იმიტომ რომ იმას ხო არ შეუგინებია შენთვის. კაცები ვართ ყველა, იმას შენთვის ქვა ხო არ უსვრია, რატო აგინებ? ხო, არ შეიძლება რა. თუ ერთმანეთი გვიყვარს პატივცემთ, გულშემატკივარი არის მთავარი ფეხბურთში. მე არის ფეხბურთელი და მე არის დანარჩენი რა. ხელმძღვანელები, მწვრთნელი, რა თქმა უნდა, ეხლა მწვრთნელი გეგმავს ამას ყველაფერს, ყველა სიამოვნებაზე და ყველას კეთილდღეობაზე რომ ყველაფერი კარგად იყოს, მზრუნავს მწვრთნელი, გამოდის. კარგად არის, არ გამოდის, მიბრძანდით სხვა გააკეთებს. ჩვეულებრივი ვარიანტია. სრული ვიდეო ნახე Newsmakers-ის YouTube არხზე. თუ მოგეწონა ეს ვიდეო, დაალაიქე და გამოიწერე არხი, რომ არ გამოგჩეს შემდგომი საინტერესო სიახლეები.